თქვენი მოწყობილობა შეკეთებას საჭიროებს. ჩვენ ვთავაზობთ უფასო დიაგნოსტიკას. ვიღებთ და გიბრუნებთ პირდაპირ კართან ზარების და გადაადგილების გარეშე. შეკეთებამდე ვაგზავნით შეთავაზებას და ვაგრძელებთ მხოლოდ თქვენი თანხმობის შემდეგ. მარტივი, გამჭვირვალე და პროფესიული. ბმული აღწერაში. PS5 ისიდმე პორტის შეცვლა შეიძლება ძნელად გასაგები პროცესად გამოიყურებოდეს, მაგრამ ჩვენ გაწვდილი გვაქვს ნაბიჯ სახელმძღვანელო, რათა ეს პროცესი მარტივი და ნაკლებად სტრესული იყოს. პირველ რიგში დარწმუნდით, რომ თქვენ გაქვთ ყველა საჭირო ინსტრუმენტი, პატარა მულტისამუშაო ინსტრუმენტი, მინისკრუპი, ვიწრო პლასტმასის პინცეტი და, რა თქმა უნდა, ახალი ჰიდმე პორტი. 1. კონსოლის გამორთვა. სანამ რაიმე ნაბიჯზე გადახვალთ, PS5 უნდა იყოს გამორთული და გამოყვანილი ელექტრონული ქსელიდან. 2. ბაზის მოხსნა. გამოიყენეთ ვიწრო პლასტმასის პინცეტი, რათა მოხსნათ ბაზის სეკრეტები, რომლებიც კონსოლის ქვედა ნაწილშია განთავსებული. ეს მოითხოვს ცოტა სიფრთხილეს, რათა არ დააზიანოთ პლასტმასის ნაწილი. 3. კოპსის გახსნა. შემდეგი ნაბიჯია PS5 დისკ კორპუსის გახსნა. ამისათვის გამოიყენეთ მულტისამუშაო ინსტრუმენტი, რათა მოხსნათ ყველა სკრუპი, რომელიც კორპუსს იკავებს. 4. ჰიდმე პორტის იდენტიფიცირება, როდესაც კორპუსი გაწვდილი იქნება მოძებნეთ ჰიდმე პორტი. ეს არის ადგილი, სადაც ჰიდმე კაბელი შედის. 5. ძველი პორტის მოხსნა. ახლა როდესაც პორტი იდენტიფიცირებულია, გამოიყენეთ მინისკრუპი, რომ მოიხსნას ძველი ჰიდმე პორტი. ეს პროცესი მოითხოვს სიფრთხილეს, რათა არ დააზიანოთ სხვა კომპონენტები. 6. ახალი პორტის აყენება. ახალი ჰიდმე პორტი უნდა იყოს სწორად დასმული და მტკიცედ შედგენილი ადგილზე. დარწმუნდით, რომ ყველაფერი სწორად არის დაკავშირებული. 7. კორპუსის დაბრუნება. როდესაც ახალი პორტი ადგილზეა, დაიწყეთ კორპუსის დაბრუნება. დარწმუნდით, რომ ყველა სკრუპი სწორად არის გაწვდილი. 8. ბაზის დაბრუნება. ბოლოს დააყენეთ ბაზა უკან და დარწმუნდით, რომ ყველა სეკრეტები მტკიცედ არის გაწვდილი. 9. ტესტირება. როდესაც ყველაფერი დაბრუნებულია თავის ადგილზე, ჩართეთ PS5 და შეამოწმეთ, რომ ჰიდმე პორტი სწორად მუშაობს. თუ თქვენ არ ხართ დარწმუნებული პროცესში ან არ გაქვთ საჭირო ინსტრუმენტები, შეგიძლიათ გამოიყენოთ უფასო დიაგნოსტიკა თქვენი ახლომდებარე სერვის ცენტრში. მათ შეძლებენ გაწვდონ საჭირო დახმარება და რჩევები. გარდა ამისა, თუ ჰიდმე პორტის შეცვლა რთულად გეჩვენებათ, შეგიძლიათ მიმართოთ პროფესიონალებს. ისინი შეძლებენ სწრაფად და უსაფრთხოდ შეასრულონ ეს პროცესი, რათა თქვენი PS5 კვლავ სრულყოფილად მუშაობდეს. მნიშვნელოვანია, რომ ყოველთვის ყურადღებით იყოთ და უსაფრთხოების წესების დაცვა აუცილებელია, რათა თავიდან აიცილოთ ნებისმიერი დაზიანება როგორც კონსოლის, ისე თქვენი უსაფრთხოებისთვის. თქვენი მოწყობილობა შეკეთებას საჭიროებს. ჩვენ ვთავაზობთ უფასო დიაგნოსტიკას. ვიღებთ და გიბრუნებთ პირდაპირ კართან ზარების და გადაადგილების გარეშე. შეკეთებამდე ვაგზავნით შეთავაზებას და ვაგრძელებთ მხოლოდ თქვენი თანხმობის შემდეგ. მარტივი, გამჭვირვალე და პროფესიული. ბმული აღწერაში.